დილა მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს დიდად თავი არ მოგვიკლავს. რატომაც არ მომიკლავს? ორნაირი კარტოფილი გვაქვს. თურმე 100 რეცეპტი არსებობს კარტოფილის. ბროშურაც კი მაქვს. დიახ. მოსატანი მოწმეთ რომ არსებობს 100 კერძი და დღეს ნინომ გააკეთა ერთი და მე მეორე. და რამდენიმეც გავიხსენე. რამდენიმეც გავიხსენეთ. კი ბატონო. მაგალითად გადაზელილი კარტოფილი გურიაში. შეზელილი. შეჭყეტილი. დასანახავად ვერ ვიტან. მეორე დღეს რომ გალურჯდება. კი. რასაშინელი სანახავია. ერთი ჭამაკაია, ერთი. ნედლი ხახვი. ხო, ნედლი ხახვით ერთი ასე ხათრიზე შეჭამს კაცი, ერთი. აბა ახლა ამას შეხვედაზე გაღარ შეჭამეთ. ეს ჩვენ გავითვალისწინეთ, უგვეუბნებიან რომ ვაიმე როგორ საჭმელებს აკეთებთ კაცო და ნერჭი მომდის და რაღაცები და გაითვალისწინეთ რომ მარხვა და ახლა გავითვალისწინეთ რომ მარხვა და გავაკეთეთ კარტოფილი სოკოს სატენით და ეს თქვენი გერმანული რეცეპტით მომზადებული, თუმცა როცა მარხვა არ არის ეს კარტოფილი ხორცითაც კეთდება, ხორცით სატენით არის გადასწრებული. მაგრამ ეხლა ესე იყვეს. ხო და ეს ჩემი გერმანული გამოტენილი მოხარშული კი არა რა ქვია მაგას გამომცხვარი კარტოფილი ფოლგაში ზეითუნის ზეთით გადახლეჩილი და შიგნით სატენი ძაძიკი ცაციკი ქვია მაგას მაგრამ ისე გაწურული მაწონი და ნიორია სინამდვილეში არაფერი განსაკუთრებული არა მაგრამ ბერძნული соуსია ხო მაგრამ ჩემთვის რაღაცა გემოები ხო გაკავშირებს და რამდენი წელი ვიცხოვრე მე 7 წელი ვიცხოვრე გერმანიაში რა თქმა უნდა მადლიერი ვარ რა თქმა უნდა ბევრი რამე რა თუ რამე მიმიღია ბევრი სასიკეთო მიმიღია გერმანიისგან და რა საკვირველია მე ამ ხალხის და იქაურობის ძალიან ვარ მადლიერი ბევრ რამეში წამადგა იქ მასწავლი მიღებული ცოდნა ძალიან პრაქტიკულები არიან ხალხო ეგეთი ერი დედამიწაზე არ არსებობს რომელსაც შეუძლია ასე გასწავლოს ასეთი სახელმძღვანელოები როგორც გერმანიაშია არსად არავის არ აქვს. ტყუილ არ დაიკვეხნოს ვინმე. და ძალიან სტრუქტურის მოყვარული ხალხია, სისტემა, სტრუქტურა, ყველაფერი, ყველა საუბარი, ურთიერთობა, მეგობრობა, ყველაფერს აქვს რაღაცა სტრუქტურა და ფორმა. მიუხედავად ასეთი ჩემი მადლიერებისა, გერმანიისკენ არასდროს არ მიმიწევს გული. წარმოგიდგენიათ, მიუხედავად ისა რომ სამშობლოა ჩემი მეორე, როგორი ახლობლები მყავს, როგორი მეგობრები მყავს, როგორი მადლიერება მაკავშირებს. არასდროს არ მომენატრება. იქაურობა, რა თქმა უნდა, მეგობრები მომენატრებიან, მაგრამ იქაურობა და არც გემო, არც უნი, არც ფერია, ინდოეთი მელანდება და მესიზბრება. რაღაცა პარალელი არის რაღაცა, რაღაცა სამყაროა. და ზურას და საერთოდაც როგორი ბედნიერება, როცა გვერდზე გრძნობს ადამიანს, ვისგანაც რაიმე სწავლა შეიძლება. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი. და თვითონაც ინდომებს ამას რომ შენ ეს გასწავლოს და გაგიზიაროს, ეს კიდე მაგარი ამბავია. ხო და მე თუ მკითხავ, სწავლა ყველაფრის შეიძლება, ბევრი რამის შეიძლება, ყველასგან შეიძლება რაღაცა ისწავლო. მე ერთი ახლობელი მყავდა, არაჩვეულებრივი დიასახლი იყო და უგებრიელეს კერძებს აკეთებდა და რომ ეტყოდი დედა რა გემრიელი აგი, სუნელი სადე გააკეთებ, არაფრ არ გასწავლდა ვისგან ყიდულობდა სუნელს. მარტო მიდიოდა ხო და მისი მესუნელე ქალი ყავდა. არ გასწავლდა, იმიტომ რომ უნდა რომ მისი გაკეთებული ყოფილიყო მარტო გემრიელი. ხო და ეგ არა, კაი ადამიანური თვისება ეგ არ არის ხო, მაგრამ აქ ზოგადად ხა არ გასწავლის ბოლომდე. ხეზე ასულას ზურა მაგის მეტი რა მაგის თანახმად ხო და მე არ შემიძლია მე მიყვარს გაზიარება ცოდნა არის მისთვის არის თუ რამე იცი ჯერ რა უნდა იცოდე ისეთი რომ სხვას თავი მოაწონო ან რა თუ შეგიძლია უნდა გაიღო გაღება კაი რამეა ჩვენ გუში ვიყავით ქალბატონ ნანისთან მე და გური მინდოდა რომ ქალბატონ ნანის ენახა ერთხელ გური რამდენი თბილი სიტყვა გვითხრა იავად მყოფა ეხლა სხვათა შორის ავად იყო ეს ბოლო პერიოდი როგორ მოგვეფერა, როგორი მადლიერი დარჩა ჩვენი სტუმრობით. გვიმღერა კიდეც. მითხრა რომ თქვენ რომ წახვალთო მე დავჯდებიო და ჩემთვის კიდევ და გითხრა რომ სიმღერა ძალიან აძლიერებს ადამიანს. მუსიკაო ძალიან დიდ ძალას აძლევსო. ახლა არ ვიყავი კარგათო, კაი გუნებაზეც არ ვიყავიო და ეხლა რომ დავჯექი ინსტრუმენტთან ძალა მომეცაო და გავხალისდიო და კიდევ ერთხელ მოვიკითხოთ აქიდან ჩვენი მაყურებლის თანდასწრებით და კიდევ ერთხელ შეუთვალოთ სიყვარული ჩვენი დიდი პატივისცემა და ხნეობა. წელს საიუბილეო წელი აქვს ქალბატონ ნანი. სოლიდური ასაკი მრგვალდება წელს და ძალიან მინდა რომ კარგად იყოს, იმიტომ რომ ჩემთვის ახლობელი, ძალიან საპატივისაცემო და ძალიან ბევრი რამით მისაბაძი ადამიანია ჩემთვის. მისი ბევრი საქციელი ჩემთვის არის. მაგარი მოვისმინე ჩემო ბატონო. მართლა? დიახ. რა კაია. მე თვითონ მადლობაც კი არ მткоს, იმიტომ რომ რო შევხვდი, დავიბერი. ხო, რა აღელდი, ხო ხდებით აი.
როგორ თქვა, ხაი? ხო, არ არის გასაკვირი. ემოციაში. დიახ, ხო. ხო, ნანის ბადალი ახლა საქართველოში არ არის. აღარავინ არ არის. ბადალი ხან სიტყვა არ გამიგია. არც გამომიყენებია ხო, არ ყავს ბადალი, მართლა არ ყავს ბევრ რამეში. უბადლო და ბადალი. და კიდე იცი რა მინდა ვთქვა? საერთოდ ძველ ტრადიციულ სუფრებზე კარტოფილი არ ჩანდა ხოლმე, არასოდეს არ იყო და ეხლა დაიწყეს აუცილებლად ბოლოს როგორც მასავე შემოიტანეს შემწვარ კარტოფილს ბოლოსკენ სუფრის ბოლოსკენ და წეღად რო დაიწყე ლაპარაკი რომ დღესო არ გავირჯეით და მარტო კარტოფილით ვარ წარმოდგენილიო მეტი რომ გავჯილიყავით თქვენ სუფრაზე მაინც არ ეტევა მე დავგამდი შენ გავჯილიყავი და მე დიდ სუფრას დავგამდი ესე იგი ამ დედაჩემზე რო ყვები ხოლმე რაღაცას გარდა იმისა რომ მენატრება კიდე სხვა რამის გამოყვები რომ რაღაცა სიბრძნეები ქონდა ამ ადამიანს ყოველდღიურ ლაპარაკში თვითონაც კი არ იცოდა ხო უნებურად და უკვე ძალიან ავათრო იყო და ჩაწოლილი იყო ჩვენმა ახლობელმა გიამუხაშევრენ მოუტანა ავადმყოფის მაგი და დაწოლის რო უნდა შეუცურო და ესე გულზე რო დაადგება ესე მაგი და ესეთი პრობლემებია და რომ მიუტანე და ნახა ოჰ დედა აგი არ გამომადგე დედა რატო არ გამოგადგება ნახე რა კოხტარი ყველაფერს და დედა ვინმე რომ ესტუმრება ამაზე რაფერ დაუწყო რა მე არ დაეტევა თვითონ დიდი მიმრთმევი და დიდი რამის დავიქონდა ეს უკვე ბოლოს იყო ხო უკვე ხო რა თქმა უნდა ამაზე მე რა დავაწყო დილო იცი რომელი ისტორია მოყევი რომელი ამბავი არჩევნებზე რომ აი მე ხო დაურეკე შენ რომ უთხარი რომ არჩევნებზე და დაურეკე და მითხრა რომ დედაო არჩევნებზე ხომ მიცეო ვეღარ მივდივარ თუ აღარ შეგვიძლია მე და მამაშ დედა მე ვთხარი ჩვენ განცხადება დავწერეთ ერთი თვის წინ და მოვლენ დღეს სახში მოგიტანენ ყურს დღეს მოვლენ მე ვთხარი დღეს აბარა ხო და მაშინ კაი არცალია სალაპარაკო წევედი ახლა რა მივართვა იმაზე უნდა ვიფიქრო რა უნდა მიერთო ვთხარი სუფრა არ გავუშალო არჩევნებზე ხო მარი მაგისტვის იყო ნუ არ ვიცი ყველ თუ რამე კონდა დააკლავდა მეზობლებს ყველაფერს მოაწარმოადგა და უწე მეზობლებს დააკლავდა ხათაშორის რადგან გერმანიაზე ვლაპარაკობთ რადგან დღეს მოვესიყვარულეთ ჩვენი ემიგრანტებს ვინც ჩვენი საზღვრების იქით ცხოვრობს სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მაინც გვიყურებენ ნინო ხომ მოვყევი როგორ ვენის თეატრში აღმოჩნდა ბიჭი რომელიც იქ მუშაობს და მომიტანა ბილეთი ჩემი გერმანელები დღესაც გაოგნებულები არიან საიდან როგორ ის ბილეთი იცი რა ღირს ძალიან ძვირი ღირს ვენის ფილარმონიაში წარმოიდგინე ჩვენ ხო მოგწერა გუში ხმოვანი შეტყობინება რომ გამოგვიგზავნა ისრაელიდან გოგო ხო ავტობუსი რომ გაჩერდა იცი აგერ წინ გვიდი წინ ეზოს ამ სცენარები მივიღეთ და არ მინდა მეზობლები რომ შეწუხდნენ წუხდებიან წინ ტროტუარზე ბევრი რაღაცა გვიყრია მცენარე ხრეში მიწა და წუხდები რომ სამსახურში რომ მიდიან და მოდიან ჩემი მეზობლები წუხდებიან უწევთ სავალ ნაწილზე გადასვლა რაღაცა და გავარ და ხვეტავ იქაურობას დიდი ცოცხი მიჭირავს გაჩერდა გაჩერებაზე ყვითელი ავტობუსი და ავტობუსი ჩამეიცალა ყველასი დილა იყო ხო ჩამეიცალა ჩემს მოსასალმებლად ჩამოლაგდა ხალხი და ის მძღოლი უპიპინებდა წავედი და ეს ხალხი არ მიდიოდა ავტობუსში თან მე სიამოვნა რა თქმა უნდა როგორ შეიძლება ასეთი რამე არ გესიამოვნოს სოფლის ბოლოს ხანას ხვნიდი ნამგალს გაქონდა ზორიალი ეს ხვინო და მალევინე გოხერი და დიალი ეხლავე ვაიმე ისე გეთქვა კაცო ნუ შევხედავთ ერთმანეთსა გაგვაჭორიჭორებენო გაგვიგებენ სიყვარულსა და გვაშორიშორებენო ეს ივანე კოტორაშვილი არ არის დღეს ჩვენი მერიქექები ფეზურა სად არის ჩალათაში არცალია ნინო ქვეყნისაც აღაზე ვასწავლ მარილზე უბსკრულმა და მიტანავო საბრალო ბელად ვღავოდი როგორც მოხუცი მამავო საჭირს ეს ტექსტები მაინტერესებდა საიდან იყო და ჩავწერე და არსად ესე ვერ მოვძებე რაღაც წიგში მოვძებე მე შრომის სიმღერები ძველი გაიგეს ნადურები რასაც ქვია რა ნადის სიმღერები და ყველა კუთხეში რო სხვადასხვა არის აი ერთი იმის სტროფის რაღაცის ძალიან ბევრი ვარიაცია აი აღზე ვასწავლ მარილზე ამაზე არის რამდენი ის რა ეს ამას წინ ვიყავით მე და ურუშაძე ვიყავით ქალბატონ ნანული აზიკურთან ერთი კარგი თუშის ოჯახი არსებობს ცოცანიძეების ოჯახი და ქალბატონმა ნანული მოგვიყვა ასეთი ისტორია მე არ ვიცოდი ეგ სიტყვა პირველად გავიგე და ეხლა მეორედ აღზევანი ჩემმა მასწავლებელმაო გამაგზავნა ასანთის მოსატანათო სტუდენტი ვიყავიო და გავიქეციო ფული არ მქონდა არც ერთი თეთრი ჯიბეში თურმე ერთი კაპიკი ღირებულა მაშინ ასანთის კოლოფი ვიღაცას ვთხოვეო გამოვართვის ერთი თეთრიო ნაცნობი შემხვდაო და
და უნივერსიტეტიდან სასტუმრო საქართველოსამდე გავიქეცი და მოვიტანე ეს ისაო რა ქვია ასანთის კოლოფიო და გონია რომ ეხა შემაქებსო ძალიან პატივსაცემი მასწავლებელი იყო ჩემი და შეუტანე ეს ასანთიო და მითხრაო სად იყავ გენაცვალე აღზევანს იყავიო ასე მითხრაო შექების მაგივრად და ეხა აღზევანი მეცნო და ეს ის მე მგონი ზუსტად არ ვიცი მაგრამ მე მგონი დაკავშირებულია რომ იქ წასვლა მარილის შოვნა ხო ძალიან ძნელი იყო ძნელი იყო ხო იქ რო წახვიდოდი იქიდან თუ ჩამოხვედი იქ ურმულში ესე არის აღზევანს წავალ მარილზე მარილს მოვიტან ბროლსაო ჯერ დედას გადავეხვევი მე შვილსა და ცოლსაო რთული მოსაპოვებელი აი მე მგონი ჯანდაბაში წასულხარ და ეგეც სადაც ის ოღონდ ომში მიყავდათ რაღაც არ ვიცი ზუსტად ის ჯაჰანდაბარი არის ტყვეების ბაზარი სადაც იყო კი ახლანდელ თურქეთში ჯაჰანდაბარი ქვია ქალაქს სადაც იყიდებოდნენ მონები და მაქედან მოდის ჯანდაბა კი ბატონო რამდენი ხარო გურიაში რო ვეტყოდი ბებია სად მიხვალ რო გამოიწვლა სამი ვარ მე და ტრაპიზონი გვეგონა რაღაცის დასალია აგერა პოლიციაში ჩემ ბებიას რო ვეტყოდი დაისვენეო გვეტყოდა თქვენ პატრონს რა დამაჯენს ნენა დევისვენებ ჭანდრის ძირში ჭანდრის ძირი იყო სასაფლაოზე ია დასვენებული ახლა და დედა ჩემ აიცოდა სამი ვალ და ინტაბუეში და თურმე სოფელი ყოფილა ჩოყატაულის მასი მაჭავი მიზამივედი ლექსიც იყო მფერი ინტაბუეში ხევამდეა ხო ინტაბუე ხიდის თავამდეა ინტაბუე გუში ხიდის თავკაცთანაც ვიყავით სტუმრად სხვადასხვა კალანდა კი გურამ კალანდაძესთან კი როგორი სიტყვები როგორი იმერულები იცის გური ხო გასწავლა რაღაცები თქვი რა სხვაჯერს ახლა აი ყველაზე საფილმო მე მგონი მაინც ეს არის მისი რეპერტუარიდან რომელი აი ასაკი რომ ახლოვდება ხო თან ახლა უხდება ასაკშია და გული დადარადიანდება რატომ მოდის ასე სწრაფა რატომ არ აგვიანდება რატომ მოდის ასე სწრაფა რატომ არ აგვიანდება ისე მოვედი ამ ქვეყანაზე როგორც პოეტი როგორც მკოსარი ჩათავდა ბიჭო ჩვენი ცხოვრება მაგ დროს ამეტირა რომ ღეროდა ჩათავდა ბიჭო გარიალოსანი ჩათავდა ბიჭო ჩვენი ცხოვრება ჩათავდა ბიჭო გარიალოსანი ისევ დათოს თბილისის ქუჩებს შემოუბერავს დეკემბრის ქარი ისე გაფრინდა ჩვენი ცხოვრება უკანა მოხედვაც ვერ მოვასწარი ისე გაფრინდა ჩვენი ცხოვრება უკანა მოხედვაც ვერ მოვასწარი ბელია მიმაქროლებს ჩემი ეტალი აბას თუმნის ლამაზ გზაზე სადაც სუფევს სიყვარული სიტურფე და სილამაზე სადაც სუფევს სიყვარული სიტურფე და სილამაზე დღეს ხო ხედავ სიმღერას ვერ ბედავ აქ ისეთი მომღერლები იჯდნენ და ისეთი ხმები გამოდიოდა რომ წესით უნდა წავსული შენ მაშვილმა რა გითხრა რამდეს ლაპარაკობ სხვასაც დააწოდე იქ მაია დაცვილი ხარ მაია გთხოვთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხარ ნინოს ჯობია ნინოს ვაძლევ რაღაც მიჩვეული ვარ და ასე ვარ მიჩვეული კი ბატონო ხაბა რაო გური შენ ქალბატონო ნანიმ რა გითხრა ბანი იმღერეო ხო აი იმ დღესო გისმინეთო ქალბატონი ნანიც გვიყურებს როგორც აღმოჩნდა გოგოები რო ყავდა სტუმრად გოგოები რო ყავდა სტუმრად მარგალიტის გოგოები იმაზე თქვა იქო აჯობებდაო გური თქვენ გემღერათ ბანიო ერთი სული მქონდაო რა იქო ბანი როგორ არ უთხარიო გოგოები როგორ არ უთხარი როგორ მოუხდებოდაო გური თქვა არ ვარ ნამაცადინებიო და იმან თქვა რა თუნდა ბანს მაცადინობაო
ასე უჩვენა. სხვაჭის ქაბოტონმა ეკამა მეცადინა მე კარგად და ნელ-ნელა უკვე გვაქვს ბანის შანსიც გვაქვს პერსპექტივა, ხო? აი ეს ქართული სიმღერა მართლა ძალიან როგორ ზუსტი შენიშნა მომცა. მართლა ეგ არის ზუსტად ქართული სიმღერა. ქალბატონანი რომ ზუსტი შენიშნა მომცეს, ვის გაუკვირდება. კიდევ მითხრა ერთი რაღაც დამახსოვდა. თავარი არის ფრაზებიო. კი ბატონო. თუ ეს ქალბატონმა ეკამა. ეს ეკას სიტყვები იყო, მაგრამ ნანის სიტყვებია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მე მგონი რომ ერთსაც ვიმღერებ აბა, როგორ არ შეიძლება? მეც არ ვიცი ვისა დავეძე. მეც არ ვიცი რა მინდა. ამაძებნაში ნახევარი სიჭაბუკე გავიდა. მისამართიც არ დადოვე. ჩემი სევდა გაგარტო მაინც მოგწერა ბარად ისევ მისამართო იქნება ბარად გავაყოლო ეგება გული გავარტო იქნება ბარად გავადანო რომ მითხარი მომწონხარო რატო არ მეკარები მოგზარვა წოწის სიმღერა ფილმიდან სინათლე ჩვენს ფანჯრებში კარგია არა თუ აუა სინათლე ჩვენ ფანჯრებში კი ბელაფონტე ხო მე მგონი ეგ არის კი ეგ არის სინათლე ჩვენ ფანჯრებში ნამდვილად ეგ არის მიდასტურებ კი ბატონო მე გიდასტურებ სიყვარულს, გიდასტურებ პატივისცემას, გამოვხატავ მადლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, აქ საჯდომად საერთოდ არ მცალია, ჩემი გული ბაღშია. მიუხედავად ამისა, თქვენთან შეხვედრას ყოველთვის ველოდები შაბათ-კვირიდან შაბათ-კვირამდე და რასაკვირველია სიხარულით ვარ თქვენთან ერთად. ძალიან მიხარია რომ თქვენგან ვიღებ ამდენ პატივისცემას, ამდენ სიხარულს. ზურა ხეზია, ჯერ კიდევ სხლავს, ვერ ჩამოვიდა დაბლა. ამიტომ ვაპატიოთ თეონას ბავშვები ყავს, მწვანე გაკვეთილები აქვს, ჩვენთან უკვე დაიწყო დიდი ფუსფუსი და დიდი სამზადისი ნამდვილი გაზაფხულისთვის. თქვენთან ერთად როგორც შეგვპირდით, მოვიყვანთ გაზაფხულს და ეს გაზაფხული აუცილებლად მოგვიტანს ყველა სიხარულს, სიკეთეს, ხვავს, დოვლათს და ყველა დარდი რაც აქამდე გქონდა და ზამთართან ერთად მოვიდა, ყველაფერი დარჩება ზამთარში და ამ გაზაფხულზე ვიქნებით კარგად. გაზაფხულს. კარგად ვიყოთ. მადლობა დიდი. განახლებას გაუმარჯო.